შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მე-19 შემაძრწუნებლად ლამაზი იშვა. იეიცი აღდგომა 1916 წელი დღის ბოლოსათვის როცა შებინდდა გამოეფინენ ბანკის კანტორის 200-წლოვანი შენობებიდან მოქალაქენი თავის კატუნით ვესალმებოდი გამულელებს ანდა ზოგთან მიწევდა ხმის განაზებით ტრადიციული ფრაზების ფანტვა თავაზიანი ყალბი ფრაზებით და თან ვფიქრობდი ამჯერად რომელ ბინძურ ანეკდოტს შევთავაზებდი კლუბში შეკრებილ მეგობრებს ჯდომებს ბუხრის მახლობლად ხელში გაზეთით მე ვასაღებდი უკუღმას წაღმად ჭკვიანს ხვებივით მეც ვთვლიდი გიჟად მაგრამ ყველაფრის სანაცვლოდ რაღაც შემაძრწუნებლად ლამაზი იშვა ხოლო ეს ქალი დღისით რომ ყველას და ყველაფერზე თავს უქნევს მხოლოდ ღამით კი იმდენად დაალობს და ღელავს რომ ხმა სრულიად აწყდება ბოლოს ვინ დაიჯერებს რომ ერთდროს ისე მშვენიერი და ხმატკბილი გახლდათ შეყვარებია სამ რაინდს მხისვე ჯერ მაგალითად უყვარდა გამხდარ და სიმპათიურ მამაკაცს სკოლის მასწავლებელი რომ იყო მაშინ და პოეზიის ფრთიანი რაშით რომ აკითხავდა მეორე მგონი იყო მისივე კარგი ძმობილი მას დიდ მომავალს უქადდა ყველა ისე დინჯი და კეთილშობილი ყოფილა თურმე მესამე ძნელად ემორჩილება აღწერას მასზე მხოლოდ ისით ქმის რომ იყო სრული გაუგებრობა მან ყველა სხვაზე მეტად ატკინა ქალბატონს გული მაგრამ მე მასაც ვახსენებ ახლა მანაც მოიძრო განწმენდის ნიშნად ლოთის ნიღაბი როდესაც რაღაც შემაძრწუნებლად ლამაზი იშვა გული რომელიც მუდამ და ყველგან ზამთარ და ზაფხულ მიელტვის მხოლოდ ერთადერთ მიზანს ქვავდება ბოლოს ქვა კი სიცოცხლის მდინარეს ხერგავს გზაზე ცხენი და ცხენზე მხედარი ჩიტების გუნდიც მიწაც ღრუბლებიც და ეს ფოთლებიც მიუხედავად ქვეყნად ყველაფრის დაუსრულებლივ იცვლიან ფორმას იცვლიან სახეს იცვლება წყალზე ჩრდილები ღრუბლის წყალს ცხენის დრუნჩი წრეებად არხევს და გემოს იცვლის ყოველი ყლუპი ნისკარტს აიწვდის კაკაბი მაღლა ჩაეჭიდება ბრჭყალებით ქვიშას და უხმობს სადრფოს რადგანაც რაღაც შემაძრწუნებლად ლამაზი იშვა ზომაზე მეტი არ ვარ გამსხვერპლიც თორემ შეგრჩება გულის მაგიერ ქვა რა განკურნავს ამდენ მანკიერს ეს იქიციან ზეცაში ჩვენ კი რაღაც სახელებს უაზროდ ვბოდავთ
როგორც მშობელი მძინარეშვილის საწოლთან, თუ ის შეირხა ოდნავ, მით უფრო თუხმა გამოსცა ქშინვის. რა ქვია ამას? დაუშვათ ღამე, უფრო სიკვდილი, ღამე კი არა, მაგრამ თუ ჰქონდა მიზანი რამეს ამნაირ სიკვდილს. შეატრიალა ინგლისმა რიხით ნათქვამი ფიცი, მეოცნებეკი გასანთლულ თოქთან რას ოცნებობდა, არავინ იცის, თუნც ესეც კმარა, ოცნებით მოკვდა. ოცნებით მოკვდა. ან იქნებ რწმენით თვალანახელი, ვერც კი ამჩნევდა სიკვდილის სისინს. აი, ვაცხადებ მე მათ სახელებს, მაგდონახ, კონოლ, მაკბრაით, პირსი. ცოცხლობენ, ვიდრე სიმწვანე ახლავს ქვეყნიერებას სიცოცხლის ნიშნად, რადგან ყველაფრის სანაცვლოდ რაღაც შემაძრწუნებლად ლამაზი იშვა. ინგლისურიდან თარგმნა რატი მიქელაძემ. აჯანყების თარიღის გადადებას სიკეთე არასოდეს მოუტანია. განა 1832 წლის შეთქმულნიც ამ გადადება გაჭიანურებას არ შეეწირნენ, ფეხი რომ არ აეთრიათ, არადა საამისო საბაბს რა დალევს, იქნებ დაესწროთ იასე ფალავანდიშვილის გამცემლობისათვის. იქნებ იმას მაინც მოეჭრა გზა მათთვის. ამჯერად უფრო ადრე გაჩქარებულიყო რუსების სამხედრო შტაბში დანოსის შესადგენად, მაგრამ შეთქმულებსაც რომ გადამეტებული სიფრთხილით დაემართათ, თითქოს ვერ იჯერებდნენ საერთო კავკასიურ ამბოხებას რომ აწყობდნენ და საქართველოს სახელმწიფოს აღდგენასაც სულ ცოტაღა აშორებდათ. ესეც თვალნათლივია და გადამეტებულ სიფრთხილეს ერთ-ერთ მოტივად თუ ვიგულისხმებთ, თორემ სხვა არაერთი მიზეზით ჩამოითვლება. ცხადი ესეცაა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი იმ დამატებულ სიფრთხილეში იყრიდა თავს, რომელმაც ჰეროიკული ეპოსისა თუ ტრაგედიის გმირები კომედიის პერსონაჟებად აქცია. დამოუკიდებლობის კომიტეტიც ფეხს ითრევდა, ოღონდ გადამეტებული სიფრთხილე ამჯერად უცნაურად შეერწყმებოდა სულსწრაფობასა და ეჭვიანობას. ასე თუ ისე ამბოხების გადავადება კვლავ საბედისწერო შეიქმნებოდა. კომედიას გადაურჩებოდა 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის გასაყარი. და თუ საგმირო ეპოსის სუნთქვას ქაქუცა ჩოლოყაშვილი შემოიტანდა ეროვნული ტრიუმფის ნაცვლად, ტრაგედიის ასპარესს დაემსგავსებოდა ყველაფერი ბოლშევიკთა მზაკვრული პროვოკაციისა და სისასტიკის და განდევნილი მთავრობის დაბნეულობისა თუ ორმაგი პოლიტიკის გამოისობით. დამოუკიდებლობის კომიტეტის უნიათობაც ზედ წაეკეცებოდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულნი სცილასა და ქარიბდას შორის ისე მოემწყდებოდნენ, ჰეროიკული თავგანწირვაც ამაო აღმოჩნდებოდა. ქაქუცასაგან გამობრუნებული სოლომონ ზალდასტანიშვილი მაშინ უეცდა მერე გზაში ფიქრისას კიდევ უფრო ირწმუნებდა პარტიზანთა წინამძღოლის მოსაზრებას და თუ ბელადი შიკრიკებს აფრენდა,
მიხეილ ლაშქარაშვილსა და მიხეილ ნაცვლიშვილთან ჩემს განკარგულებამდე ადგილიდან არ დაიძრათო, სოლომონი დამოუკიდებლობის კომიტეტის კრებას მოაწვევინებდა და კიტე ანდრონიკაშვილს, შალვა ამირეჯიბს, დავით ონიაშვილს, იასონ ჯავახიშვილსა და მთავარსარდალ სპირიდონ ჭავჭავაძეს წვრილად ამცნობდა შეფიცულთა მეთაურის დანაბარებს. ან 17 აგვისტოს, ან 3 თვის შემდეგ გლეხკაცობა მოსავალს რომ დააბინავებსო. რა დროს მოსავალია, ქვეყნის გამოხსნის ჟამი დამდგარაო. ისე გაიკვირვებდნენ და მგონი ირონიასაც გამოურევდნენ დამხდურნი. თითქოს შეფიცულთა წინამძღოლი ითხოვდა, მე მაქვს მოსავალი დასაბინავებელი, ჯერ იმას მოვული და მერე უკვე ბოლშევიკური რეჟიმის დამხობასაც მივხედაო. ეგა ქაქუცა უკეთ გარკვეულიყო გლეხის ფსიქიკაშიც და ხალხის მგზნებარების შენარჩუნებასაც ღრმა ფსიქოლოგიური დაკვირვებით მიუდგებოდა. ერთი თუ განელდა, განახლებას თავისი დრო სჭირდება, მალევე ყოვლად წარმოუდგენელიაო. ვერ დაიყოლიებდა კომიტეტის წევრებს. 2.5-3 თვის გაგონებაც არ სურდათ. ეს დრო ჩვენ ვერაფერს შეგვძენს, ჩეკაკი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ამ 3 თვეში თელ ჩვენს ორგანიზაციას დაანგრევსო. დანგრევადო და სხვა მიზეზებსაც ჩამოჰყვებოდნენ. ის დასჯის აუარებელ ხალხს აჯანყების მზადებისათვისო დაამხობს, გაქელავს და სამუდამოდ გაუტეხავს სახელს თვით აჯანყების იდეასაცო. საქართველო უკვე ვეღარასოდეს ვეღარ მოახდენს აჯანყებასაო. შალვა ამირეჯიბიც ამ კომიტეტშია. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორივე შეთავაზებას ასე რომ ეწინააღმდეგება და ბოლოს მაინც თავისას გაიტანს. ის შალვა, ვის თვალთახედვაშიც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულნი შუა საუკუნეთა რაინდებად მოჩამდნენ და მათ ყოველ მოქმედებას ჰეროიზმი მსჭვალავდა. გაიდეალებულიყო პარტიზანული რაზმის მეთაური მის მზერაშიც და მხატვრულ კონცეფციაშიც. აგერ ბაირაღის გადაცემა მისთვის ბედენის მთაზე სიმბოლურ აქტად ესახება, შესაფერის ბიბლიურ ეპიზოდებს შეტოლებულად. ამბოხების პირველი დღეებიც დიდი სამხედრო მიღწევად და აქ კი რა ხდება? რატომ არ ცდილობს გადაათქმევინოს სხვებს ახალი გადაწყვეტილება? არც 17 აგვისტოს და არც ოქტომბრის მიწურულს, აუცილებლად აგვისტოს დამლებსო. და თუ ცდილობდა და არაფერი გამოუვიდა, რა კიღა ხმათა უმრავლესობით ისინი ჭარბობდნენ. მემუარულ ჩანაწერებში რატომ არ აძრავს კრინცაც კი ამის თაობაზე? არც ქაქუცას შემონათვალი შეისმინეს და არც მე დამიგდეს ყურიო. ის გასაგებია პროტესტის ნიშნად თუ არ ჩამოსცილდებოდა კომიტეტს, არევ-დარევას არ შეიტანდა ეროვნულ წამოწყებაში. სოციალ-დემოკრატი ხომ არ იყო მიზეზები ეძებნა განხეთქილების მოსახდენად და გახარებული დარჩენილიყო წყლის ყოველი ამღვრევით, მაგრამ მოგონებებში აღნიშნავს ვითომ რა უდგას წინ. თუ გატვრინდა ამ ბუნებისა და მრწამსის კაცი, რამ გაატვრინა? და თუ ქაქუცა შეთავაზებას მიემხრო და დანარჩენ წევრთა დაყოლიებაც სცადა, რა დახშავდებოდა შთამომავლობისთვისაც შემოენახა იმ შეკრების თუ შეკრებათა ზოგადი სურათი თავის დავა კამათიანად. მაგრამ შალვა ამირეჯიბისათვის ის კი არ არის მთავარი,
საკუთარი რეპუტაციის გადარჩენაზე იზრუნოს, არამედ ძირითადი განწყობილება გამოკვეთოს. რაკიღა დამოუკიდებლობის კომიტეტმა საყოველთაო გამოსვლის თარიღის 10-12 დღიანი გადავადება დაადგინა, იგი არ ემიჯნება თანამოაზრეთ და მათთან ერთად ინაწილებს გაუმართლებელ არჩევანს. კრება დაადგენდა, მოხსენება მხედველობაშია მიღებულიო. ეს იყო და ეს. აჯანყების თაობაზე მსჯელობა კი უნდა გადადებულიყო განსაკუთრებული კრებისათვის, უფრო ვიწრო წრის შემადგენლობით. დამსწრეთა დაშლამდე სოლომონი ერთს კიდევ გაიბრძოლებდა. თხოვთ ანგარიში გაუწიოთ ქაქუცას პირობებს, რასაც მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებო. ყველა გაყუჩდებოდა და სოლომონს ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა, რაღაც უნდობლობას იჩენენ ჩემდამიო. აჯანყების საკითხის გადაწყვეტა იმ ხუთეულს მიენდობოდა. სოლომონი განმარტებას მოითხოვდა, რამ გამოიწვია სხვებისადმი ასეთი უნდობლობა, ანდა სად არიან სამხედრო კომისიის მთელი მოძრაობის ამ მთავარი ძარღვის წევრებიო. კრება არ გაიზიარებდა სამხედრო კომისიის წევრთა და საქმიანობის ამგვარ შეფასებას და არამც თუ მთავარ ძარღვად არ აღიარებდა, სულაც გაუქმებულად მიიჩნევდა. მათი მუშაობა დასრულებულია და წევრები თავთავიანთ პარტიებს დაუბრუნდნენო. ამ კრების შემდეგ დამოუკიდებლობის კომიტეტი კიდევ ერთ ყრილობას მოიწვევდა, რათა ყველა პარტია საბოლოო განცხადებით გამოსულიყო. სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები და სხიველები მიემხრობოდნენ ამბოხების სასწრაფოდ დაწყებას. სოციალ-ფედერალისტები კი დროს მოითხოვდნენ. ჯერჯერობით მზად არა ვართ გამოსვლისთვისო და რაკიღა დროს არავინ მისცემდა, უარს იტყოდნენ ამბოხებაში მონაწილეობაზე და პასუხისმგებლობასაც მოიხსნიდნენ. სოლომონ ზალდასტანიშვილი გვამცნობს ასე, თორემ შალვა ამირეჯიბი სხიველებსაც სოციალ-ფედერალისტთა გვერდით აყენებს. მათაც იმთავითვე განაცხადეს უარი დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრობაზე, როგორც კი აჯანყების აუცილებლობა დაბეჯითებით გადაწყდაო. ყრილობის დამთავრებისთანავე იასონ ჯავახიშვილი ქაქუცას რაზმს ააკითხავდა და მათი ხილვა ისე დააიმედებდა, გულმოცემული მობრუნდებოდა თბილისში. ეს მაინც წამიერი გამონათებაა, ნუგეშის გაელვება, ილუზიის გამოდევნება. იმას კი კომიტეტის ყველა წევრი ატყობს, დიდი რამ დაკვირვება არ სჭირდება, რომ ეს დღეები, როდესაც ახალი თარიღი დაინიშნა, სრულიად არ ჰგვანან იმ დღეებს, როდესაც ჩვეულებრივ ფარულ საქმიანობაში ჩაბმულიყვნენ, მართლაც უჩვეულო ხანა დაუდგათ, აღსავსე ელდითა და გულის ხეთქებით. რაღა იქნება, რაღაც მივაღწევთო. ამბოხების ინიციატივამ ჩაილურის წყალი დალიაო. ალექსანდრე სულხანიშვილი რასაც გვამცნობს, იმავეს გვაუწყებს შალვა ამირეჯიბიც, ოღონდ სულ სხვა სიტყვებით. ჩეკა ცდილობდა ეს ჯოჯოხეთის დღეები უფრო მოეწამლა ჩვენთვისო. სასტიკ რეპრესიებს ელოდეთო. ეს ხმა გამოდიოდა ბოლშევიკებისაგან, ხელისუფლებაში მოკალათებულიყვნენ თუ უშიშროების კომისიაში ჩამსხდარიყვნენ, წისქვილის დოლაბივით ტრიალებდა და
გონებას უბურღავდა ყველას, ვინც ამბოხების მზადებაში მეტნაკლები ენერგიულობით გარეულიყო. წინასწარვე შემუშავებული გეგმის მიხედვით დაიწყებოდა ხმების გავრცელება. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ჩვენ კაცი გვყავს, ვინც ყოველდღე გვაწვდის ცნობებსო. და შალვა ამირეჯიბი ვალიკო ჯუღელის გულახდილობას იმ მოტივითაც ახსნიდა, ეთყობა დაიჯერა, რაკიღა გამუდმებით ჩააგონებდნენ და კიდეც ამიტომ აღარ ჩაიტოვა გულში, თუ რაიმე იცოდაო. ამას კი აღარ მოელოდნენ ამბოხების სათავეში მყოფნი, თუ ჩეკა ასე ოსტატურად გამოუშვებდა ხმას. სამხედრო ცენტრის ერთ-ერთი წევრი ჩვენი აგენტიაო და გვარსაც დაასახელებდაო. ჯინორიაო. მათი დაკვირვებაა სწორედაც გასაკვირი. ნეტა თუ არსებობდა რაიმე, რაც ბოლშევიკებს ან აქამდე არ ეკადრათ, ან და ოდესმე მოერიდებოდნენ. ჯინორია უარს განაცხადებდა სამხედრო ცენტრის წევრობაზე, მაგრამ ისეთი განწყობილება შეიქმნებოდა, რომ ამ ორგანიზაციის წევრებზე ასევე უარს იტყოდნენ პოლკოვნიკი ზალდასტანიშვილიც და დანარჩენებიც. კომიტეტი დათანხმდებოდა მათ ასეთ სურვილს, ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს ეს ჩეკას პროვოკაციული მანევრი დაეჯერებინოს, არამედ საუკეთესო თანამებრძოლთა დასამშვიდებლად. დაამშვიდეს კი, დამოუკიდებლობის კომიტეტი მარტო დარჩებოდა, თან უკვე პარტიებისგანაც შემცირებული. ნეტა რა სურდათ? რატომ ახირებოდნენ ასე რიგად დანარჩენ წევრებს, რომ საბოლოოდ განადგურდებოდნენ? შალვა ამირეჯიბი მინიშნებას კმარობს. მათი ჩამოცილება აჯანყების საკითხის დადასტურებით გადაწყვეტამ გამოიწვიაო და მას რას ესწრაფოდნენ? აჯანყებაზე ელაპარაკად, ოღონდ ამბოხებით არასოდეს ამბოხებულიყვნენ? დადგენილი რომ დადგინდებოდა მიამბოხეთა მთავარი შტაბის გადატანა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანაკში, რათა დამოუკიდებლობის კომიტეტიც და მთავარსარდალიც მათ უნდა შეერთებოდნენ, გადაწყდებოდა ამ კომიტეტის ფილიალის დაარსებაც თბილისში. თუმცა ამგვარი მოქმედება ისე არ ეჭაშნიკებოდათ მიხეილ იშხნელსა და სოლომონ ზალდასტანიშვილს, რომ პროტესტს განუცხადებდნენ იასონ ჯავახიშვილს. ამ დადგენილებით ჩვენს მოძრაობასაც თავს ასჭრით და ქაქუცას მოძრაობასაც ხელს უშლით. ეს ახალშერჩეული განყოფილება დამოუკიდებლობის კომიტეტის მაგივრობას ვერ გასწევსო. პროტესტი პროტესტად დარჩებოდა. განყოფილება კრებას რომ მოიწევდა, თუ რა დავალებები ჰქონდათ შესასრულებელი თბილისის ორგანიზაციებს, ეს თავყრილობა სოლომონს ძალზე ცუდ შთაბეჭდილებას დაუტოვებდა. ეს ახალი წევრები რა ჩაუხედავნი ყოფილან საქმეში, არადა აჯანყება 2 დღეში უნდა დაიწყოსო. და თუ აქამდე ეჭვი არასოდეს შეპარვია ამბოხების გამარჯვებაში, ახლა გუნება წაუხდებოდა. ეს რა მძიმე პირობებში გვიხდება მისი დაწყებაო. შალვა ამირეჯიბი ეროვნული აჯანყების გარდაუვალობის გასამართლებლად ილია ჭავჭავაძის სიტყვებს კი არ მოიხმობდა, ან აკაკი წერეთლის, ან ვაჟა ფშაველასი, ან იაკობ გოგებაშვილის, ან ალექსანდრე ყაზბეგის, არამედ გიორგი მთაწმინდელის. ამათი შეხედულებანი ისედაც ყველას მოეხსენებოდა, მთლიანად პოლიტიკაზე დაეშენებინათ მხატვრული წარმოსახვანი და მოთხრობისათვისაც და ლექსისთვისაც
ეს სარჩული გამოეკერათ და ყველა განცდა და აზრი დაკარგული სახელმწიფოს აღდგენისაკენ მიემართათ. პირდაპირ თუ გამჭვირვალე მინიშნებებით სულ ამის ქადაგებაში იყვნენ და რაღა შალვა ამირეჯიბის დასტური სჭირდებოდა მკითხველს დახეთ რას გვირჩევენ და საით მივყავართო, მაგრამ აი გიორგი მთაწმინდელის სასულიერო თხზულებებში ისეთი სტრიქონების აღმოჩენას, რაც თავგანწირულ ბრძოლას აუცილებლობად დასახავდა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ის რომანტიკული სული ესაჭიროებოდა შალვას, რომ ასე რიგად მომადლებოდა და ინტელიგენციის საერთო ფონზე ისევე ამოვარდნილად და უჩვეულოდ გამოიყურებოდა, როგორც ვთქვათ, ქაკუცა ჩოლოყაშვილის რაინდობა მოჩანდა გარდასული ჟამის უცნაურ ამოსხლეტად. ესაჭიროებოდა და აგერ შალვაც და მისი თავისებური წვდომაც გაქვალებულსა თუ მარადმედიან ტექსტებში ერთბაშად რომ ჩაებღაუჭებოდა იმ ფრაზას ნათესავი ქართლისა უმანკوارს და ახტაცებით დასძენდა ქართველობაში აჯანყდა, აი ეს მისი უმანკოებაო. ასეთ კომენტარს არაფრის დიდებით არ მოელოდით. ნაგვიანელი რომანტიზმის პოეტი გაითვალისწინებდა მკითხველის უეჭველ შეცბუნებას ამ მოულოდნელი განმარტებით და ამ מחვილ გონივრულ იდეას ასე გაშლიდა. ასეთი აჯანყება ანგარიშმიუცემელია. სიყვარულში გაცრუებული ასული თავს იკლავს, თავს იხრჩობს, მატარებელს ქვეშ უვარდება. უმანკოებას რომ ანგარიში ჰქონდეს, მას ერქმეოდა ანგარიში და არა უმანკოება. რაღა არის გასაკვირველი, რომ 10,000 კაცს, მაგრამ რატომ არა 100,000, რატომ არა მილიონს აჯანყება სურდა? საიდან სად გამოგვიძღვა გიორგი მთაწმინდელის ტრიქონზე ხელჩაჭიდებული ზედ მიგვიყვანა 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის მიჯნას და იმ სამზერიდან მოგვავლებინა თვალი თვითონ საიდანაც გაჰყურებდა მანამდეც იმ დღეებშიც წლების გადმოსახედიდანაც. ქართველობაში მისი უმანკოება აჯანყდაო. ესეც ის შეუვალი ფორმულა, რომელიც აღარ უნდა განგესაჯა, რაკიღა განსჯასა და კირკიც თუ კი არ დაიშლიდი, იმ სათავემდე უნდა მიეყვანე ეროვნული ხასიათის თავისებურება რომ ჰქვია და მისი შეცვლა არავის ძალუც თუ შეიცვალა და აღარც იარსებებს ის ერი, ან კი როგორღა, ან პირწმინდად გაქრება, ან სხვა ერებს შეერწყმების და სამუდამოდაც მოესპობა საკუთარი მეობისა და ვინაობის აღდგენის გზა. გიორგი მთაწმინდელი ქართველობის უმანკო ბუნებას ადასტურებდა ღრმა დაკვირვებისა და ნათელჭრეტის მეოხებით. შალვა ამირეჯიბი კი ამ თავისებურად იქნებ მაგიურ მიგნებაში ჰპოვებდა ეროვნული თავმოყვარეობისა და მხნეობის კარიბჭეს, რომლის შეცნობასაც უნდა მიეხვედრებინა თუ რამ უბიძგა ქაკუცა ჩოლოყაშვილს ასეთ უთანასწორო ბრძოლაში ჩასაბმელად. ის შედარება რაღა იყო? სიყვარულში გაცრუებული ასულის თვითმკვლელობაო, თავის დახრჩობაო, მატარებლის ქვეშ ჩავარდნაო. თუ აქამდე მიდიოდა მინანქრების ავტორის ფიქრი,
გამართლება სადღა ეძებნებოდა აჯანყებას, აგერ სულაც თვითმკვლელობასთან გაიგივებულს. ეს ხომ ანგარიშიანობაა, წონო და ზომო, რა მოგელის ერთბაში გაბრძოლებით, ისევ ეს გიჯობს თუ გაურკვეველ ჟამამდე მორჩილება და მონობის უღელის დადგმაცო. გარწმუნებდა შალვა ამირეჯიბი, რადგანაც მისთვის საჭოჭმანო აღარაფერი დარჩენილიყო. ჩამოეხსენ ამ ჩხირკედელაობას და გახსოვდეს, რომ ეს შენი ეროვნული ბუნებაა და თუ ამბოხების წადილისაგან თავდაღწევა გსურს, ქართველობაზე მოგიწევს უარის თქმა. გამიჯვნა ეროვნული ხასიათისა და ვინაობისაგან და მსოფლიო მოქალაქის იდეალს ჩაბღაუჭებაო. ანგარიში გახლდათ, უმანკოება. ერთმანეთთან ვერაფრის დიდებით ვერ მორიგდებოდნენ და არც უნდა მორიგებულიყვნენ, თუკი ჩვენი ვინაობა თვალსა და ხელშვა არ დაგვეკარგებოდა და ქართველობის დაშრეტა გაქრობამდე კი ვიღინღილებდით კეთილგონიერ არსებებად, რომელთათვისაც ანგარიშიანობა განსაზღვრავდა სიცოცხლის არსსა და აზრს. ვისთვის როგორ, ისე ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ეროვნული ხასიათი ჟამთა სვლისა თუ თავს მოხვეულ ვითარებათა გამოისობით ფარულ ცვლილებებს, გამკვეთრებასა თუ დაგლუვებას განიცდის. და ამიტომაც მთავარია, რომ იმ ძირეული ნიშატისა თუ ბირთვის ირგვლივ ბრუნავდეს, მას არ მოწყდეს, ან არ გადააგვაროს, თორემ გარეგნულ გადასხვაფერებას ყოველთვის ეშველება რაღაც. ამ გარემოებას შალვა ამირეჯიბიც ითვალისწინებს და ამიტომაცაა ამბოხების მოწინააღმდეგეთაც და ამიტომაც მთავარია, რომ იმ ძირეული ნიშატისა თუ ბირთვის ირგვლივ ბრუნავდეს, მას არ მოწყდეს, ან არ გადააგვაროს, თორემ გარეგნულ გადასხვაფერებას ყოველთვის ეშველება რაღაც. ამ გარემოებას შალვა ამირეჯიბიც ითვალისწინებს და ამიტომაცაა ამბოხების მოწინააღმდეგეთაც რომ არ ძრახავს. როგორ თუ ანგარიშმიუცემელი აჯანყება არ ეჭაშნიკებათ, გიორგი მთაწმინდელის შეხედულებას არ აგდებდნენ არაფრადო. იყვნენ ჭკვიანი ქართველები, რომლებიც გვიშლიდნენ ამ აჯანყებას. ამ ფრაზაში ირონიის ნასახიც არ იგრძნობა, ეპითეტი ჭკვიანი არც ხელშესახებად და არც შეფარულად არაა შემოსილი წინწკლებით და მინიშნებულია, რომ ამ პოლიტიკური მრწამსის ადამიანებსაც თავისი სიმართლე ჰქონდათ, ეროვნული ხასიათის თავისებურებათა გამოკვეთრება დაგლუვების თეორიიდან გამომდინარე. მით უმეტეს იმ ჭკვიან ქართველთა ნიმუშად და სიმბოლოდ წარმოდგება ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძის დროიდან მოკიდებული აგერ ყმაწვილ კაცობამდე ყველასათვის ძვირფასი და მისაბაძი პიროვნება. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.